Сихнали чекасу упросма. Киракозома. И патакари как будто спанакс вагериту сигналистов тепши. Эши. Сагангебут. Გამოვიძახე შერჩეული რაზმით ადგილობრივ პოლიციასთან ერთად წინასწარი დაბრძოლვის საფუძველზე დავადებით გზას ამ ბანაკისკენ ეს კირაკოზონე მგელი მეგონა ყველა ოპერაციიდან უკაცრავი გამოდიოდა მაგრამ თურმე შერჩელი ყოფილა რო გავხდები დაღახებში ასე სწორად გილას რო გავსწორდი Росшевлом битву бабушка смотрела там. Бабушка смотрела, а там. Турме. Как у нас из банаки Киракозович мосатуевлат. Доктоведан. Капак шикит капапес. Данагорги რამდენია? Данагорги. ჩვენი მხრიდან 60 კაცი. იმათი მხრიდან? იმათი მხრიდან გაგეცინებდა არც ერთი. ძალიან ძნელია ხანაგუპილები კაკუცასთან ბრძოლა. თელი კახეთი მახეები თავსო. სომების კიდევ უფრო გამკაცრებაა საჭირო. ამხანაგის სერგო მოსკოვში ათანხმებს. შეთანხმება იქნება დაფინანსებას. რა დაფინანსება? ძალიან ცოტა ადამიანია ცნობილი იმით, ვინ ცოლშვილი გაწირა იდეისათვის. ჩვენი კოზირი მათი ოჯახებია. დაველოდოთ ამ ხანაკ სერგოს. მერეკი კაკუცა ჩოლოყაშვილის ცოლშვილს. ციხის ჯურღმულში რომ ამოვაყოფინებ თავს. ეგება მერე მაინც ინებოს და გამოგძანდეს ტყიდან მისი ბრწყინვალება. მაინც ძალიან დევიჩი ახლა მის ბავშვებს და უდოთავ მეტეხში სუმიჩთან. იმას მაინც დავაწყინებ სადეეთრევეს გამოცდა და მახების დაგებას მე ვაჩვენებ მაგას. ალბათ ნებართვასაც ჩამოიტანს რათა დასახურებთა ლიმიტი გავიზარდო. რა ლიმიტი? რაოდენობა, აბსენტი. რაოდენობა. საქართველო არც სასომხეთია და არც აზერბაიჯანი. ჩვენ იმ უამრავ გადმონაშთან ერთად იმ ბნელი წარსულიდან ასწლეულებ გადაპრანჭული არისტოკრატიაც გვერგო, რომლებსაც დღესაც ვეფხის ტყაოსნის სუნი აზდიდა, როგორ გინდა საზოგადოების ეს ნაწილი ჩააბა მარქსისტული სახელმწიფოს შენებლობაში. როგორ? ერთი გამოსავალი გრჩება. რომელი? ლიკვიდაცია! ძალიან მძიმე ღონისძიების ჩატარება მოგვიწევს აფსენტი. ძალიან გიბრძანებ. კოტი აფხაზიდან დაწყებული ყველა საეჭვო ელემენტი ციხეში. ერთი სიტყვით 100 თვალი და 100 ყური. კალეიაო პატრონო. მოდია. Nu maradioro. Ara, შეგვიძლია. Nu maradioro, თორე გაგიჩეჩქვა თავს. გაეთრიე. გაეთრიე თაფიდან. კატუშა. არაყი, კატუშა. არაყი. არაყი კატუშა. ხედავ კატუშა. რა ხალხთან მიწევს მუშაობა.
შემოსულიყავი თბილისში. მთელი ჩეკა და რევკომი შენზე მუშაობს. წერილები და შუაკაცებით ლაპარაკი აღარ გამოდის, ბატონო კოტე. პირადად მინდოდა რომ ენა დეპეშაზე მოზდის. ფილმე მახარაძე სტალინისაგან ეს ერთი ქაქუცა ჩოლოყაშვილი რა გაგიხდათ? რა გავხდათ და ეს გავხდათ რომ ჯერ სულ რევკომისა და ჩეკას უფროსის თავები ყურავენ. ოჯახები აღარ დატოვეს. ჩიტაბერით ხოცავე თავადებს და აზნაურებს. გაძარცული და კარმორღეული დგას ეკლესიები. ამ ხალხს მიერეკებიან და ძალით აყურებინებენ როგორ ყრიან გუმბათებიდან ჯვრებს. წლეულს მარტო 7 ეგეთი კავშირელი ჩამოვხსენით გუმბათებიდან ტყვით. მერე ხალისით წავხდათ. ტერორით არაფერი გამოვა, ბატონო კოტე. თორე უკვე წლეულს 5 რევკომის თავმჯდომარე და 7 ჩეკას უფროსი დახვრით და შედაბიჭერა. ჩვენი ელიზბარ ვაჩნაძის იმამოწყვეტილ ოჯახს 5 ბობოლა ჩეკისტი დავაკალით მე და რაფიელერის თავმა თელავში. რა გამოვიდა? რა თქმა რა. მაგათ ნაცირალას რა გამოურებს? ისე ვიპოვნიან ვიღაცას და დანიშნავენ თანამდებობაზე. ერთი დიდი აჯანყება სიცოცხლით ღირს, ბატონო კოტე. სამი დღის წინ შევიკრიბეთ სამხედრო ცენტრი და დამოუკიდებლობის კომიტეტის სრული შემადგენლობით. ჩემს გარდა ორივე გენერალი ანდრონიკაშვილიც და წულუკიძეც ჩემს აზრზე დგანან, რომ მომზადდეს ერთიანი აჯანყება. დამკომში ეროვნულ დემოკრატები და სოციალ-ფედერალისტებიც მებიჭერენ ხარს. მე შევიგებარო. ჯერ ვითხარით ჩვენ რა გვერგება და მე შემოგიერთდებით. არა, იცალები მჭირდება თორემ ახლოს არ გავიკარებთ მე შევიკებსა. ქვეყნის დაქცევას შვიდად უყურებენ და იმაზე ფიქრობენ, რა სიზმარს ნახავს. პარიზში, ნოე ჟორდანია და იმის მიხედვით რა დირექტივებს გამოაგზავნეს. ხელშეუხლო აჯანყება მზადდება, ბატონო კოტე. ჩვენ არაერთხელ არ უნდა დავგეკმოთ მოსახდენი მაინც ერთი კუთხის გამოსვლით არაფერი შეიცვლება ქაქუცა. რა, არაო მაბიძინა პირველმა სვანები ამათთან 6 თვის მანძილზე. რა გამოვიდა? მეც მომეთ გენერალი. ერთი ხელსურეთი თბილისთან ახლოს არის. მეორეც ის რომ ჩრდილოეთიდან ჩეჩნეთი ახლოს. შეიძლება ამ ძალები თბილისის დაბრუნება. თუ სოციალ-დემოკრატები ლაშქარაშვილის რაზმებს დამახმარებენ, წითლების ლიკვიდაციის გეგმა მოფიქრებული აქვს. მე შემიძლია შევარიგო გადამტარებული ხელსურები და ჩეჩნები. შამილის შვილიშვილი გენერალი ბატაევი ჩემი მოკავშირე და ძველი მეგობარი. მე ჩაუდგები სამხედრო ოპერაციებს სათავეში. მაგრამ მთელი საქართველოს დარაზმა დამკომმა და სამხედრო ცენტრმა უნდა იფისროთ. თქვენ რა სიტყვით? შენია ბიჭო. ამ პარტიების უთავბოლობამ კიდევ რაიმე უბედურებას არ გადაგხვავს. ქალაქგარეთ შეფიცულები მელოდები. რა პასუხი მიუტანა? აღარ შეგაყოლეთ. ბატონო კოტე, მე ვიცი რომ რამოდენიმეჯერ უკვე შემოგთავაზე საზღვარგარეთ გამგზავრება. თავს მოვალეთვლი გაგაფრთხილეთ. ჩეკა ყველანაირ მიზეზს ეძებს თქვენ სასაფლაოდ. შემიძლია სამ დღეში თურქეთში გადაგიყვანოთ. ჩვენს მეგობრებთან. თქვენ შეძლებთ იქიდან მართოთ მოვლენები. ვერც მომთ გენერალი. სიაჯობს. მაგას მთხოვ. წოდებით მაინც ნუ გამომმართა. გამონილა გენერალი ჯარსკოვებიდეს. ჩვენ მაგალითი ვართ ხალხისთვის, გაკუცა და ისე უნდა მოვიქცეთ როგორც გვეკადრება. სხვა პასუხს არ ცველობი თქვენგან. თავად
გაკუცა ეს სპორტსიგარი